გარდაბანში 26 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ახალ დეტალებს ასაჯაროებს. ირკვევა, რომ ქმარი მასთან ცხოვრების პერიოდში უზღუდავდა განათლების სხვა ადამიანებთან კონტაქტისა და მუშაობის უფლებას. დაუზიანა პასპორტი და ბინაში დაუყენა კამერები. 5 თებერვალს კი ქალს გულმკერდისა და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაკავებულს ბრალი 4 მუხლით წარედგინა, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, მას 2 სახლის გაქურდვას ედავებიან. პოლონური მედიის ცნობით ბრალდებულმა გასული წლის დეკემბერში 2-ვე სახლიდან ელექტროტექნიკა და ძვირფასეულობა მოიპარა. საქართველოს მოქალაქეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 185 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა. ეს გულისხმობს ფრონტზე ამერიკული სატრანსპორტო საშუალებებისა და იარაღის სისტემებისთვის სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის მიწოდებას. შეცდომის შემთხვევაში ამერიკელმა დურგლებმა კუბოები უნდა მოამზადონ, აცხადებს ირანელი პარლამენტარი ალი იაზდიხა. ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად ის იმუქრება, რომ ამერიკასთან სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში ცეცხლი ყველას მოედება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კი მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა თარიღი უცნობია. პირველი შეხვედრები გუშინ ომანში გაიმართა.